ჩვენთან მამისა და დadzისა და დაწმინდისა სულისა. ჩვენთან ასმერ. Ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო გილოცავ დღევანდელ დღესასწაულს. ეს საქართველოს ეკლესია განსაკუთრებულად და საერთოდ წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყვავთის დადებას ლაქერნაში. ლაქერნა ეს იყო უბანი ძველ კონსტანტინოპოლში. აქ იყო ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის და ამ ტაძარში იქნა დაბრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყვავთი. მაგრამ როდესაც დაიწყო ხატმობრძოლეობის მწვალებლობა ბიზანტიის იმპერიაში, რომელიც გაგრძელდა თითქმის საუკუნე ნახევარს, მაშინ როგორც ამას ბრძანებს ყვავთის ისტორია, ყვავთი იქნა გადამალული და გამოგზაურებული საქართველოში. საქართველოში ის ჩამოგზავნდა უკვე მერვე საუკუნეში და მაგის დროიდან არის დაბრძანებული ჩვენს სამშობლოში. ის ინახებოდა ხობის მონასტერში საუკუნეების მანძილზე. მასზე საუბრობდნენ ევროპელი მოგზაურები, საუბრობდნენ კათოლიკე ბერები, რომლებიც საქართველოში ჩამოდიოდნენ. დღეს ყვავთი არის დაბრძანებული ქალაქ ზუგდიდში დადიანების სასახლეში, განსაცავში, სადაც ფუნქციონირებს მუზეუმი ზუგდიდის და აი ამ დღეს გამოასვენებენ ამ სიწმინდეს და მიასვენებენ ტაძარში მრავალ ადამიანს აქვს საშუალება რომ ემთხვიოს ამ საოცარ სიწმინდეს, რომელიც ღვთის განგებამ მოაბრძანა ჩვენს ქვეყანაში და დააბრძანა საქართველოში. საოცარია, რომ საქართველოში ინახება უფლის ყვავთი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყვავთი. უფლის ყვავთის ისტორია თქვენ იცით, რომ ის მობრძანდა პირველ საუკუნეში და ჩამოასვენეს მცხეთელმა ებრაელებმა. ის რომ წმინდა სიდონიამ ჩაიგრა ეს ყვავთი და დიდი გრძნობისაგან და დიდი სიხარულისაგან, რომელიც მან განიცადა, რამეთო შეეხო სიწმინდეს ერთ-ერთ ყველაზე უფრო დიდს, რომელიც ტანთ ემოსა მაცხოვარს ჩვენსაც უფალ იესო ქრისტეს, ამ სიხარულისაგან ის მიიცვალა და იქნა დაკრძალული მაცხოვრის ყვავთან ერთად მცხეთაში, სადაც დღეს დგას დიდებული სვეტი ცხოველი. ყვავთის ისტორიაში არის, მაცხოვრის ყვავთის ისტორიაში არის ისეთი ფრაგმენტი, რომ შახაბას პირველმა ბრძანა ყვავთის ამოთხრა, უბრძანა თავის სარდალს, რომელმაც აიძულა ბერები და თითქოს ყვავთი ამოიღეს ქართველებმა და გადასცეს ყიზილბაშებს. შემდგომ ეს ყვავთი თავისი მეგობრობის ნიშნად შახაბასმა
გაუგზავნა რუსეთის მეფეს, მოსკოვის მეფეს ალექსი თეოდორიუსს და იმის შემდგომ კვართი თითქოს არის რუსეთში. ასეთი შეცდომა ზოგჯერ არსებობს დაკავშირებული რომელიმე სიწმინდის ისტორიასთან. ჩვენ ვიცით, რომ ბერებმა სხვა ნაჭერი, სხვა ტილო მისცეს ეზილბაშებს, რომელიც როგორც არის წესი და რიგი, რომელიმე სიწმინდისაგან როდესაც ვიღებთ ლოცვა-კურთხევას, ნივთს, რომელიც მინდა რომ იკურთხოს, მივადებთ ამ სიწმინდეს, მივადებთ ხატს, ჯვარს, სკვილს. ასე იქნა ნაკურთხი ის ტილო და გაგზავნილი შახ-აბასთან და შემდგომ მოხვდა რუსეთში. ესეც ნაკურთხი იყო, რა თქმა უნდა, მადლით, კვართის მადლით და ამ ტილოსთანაც აღესრულებოდა სასწაულები და ამ სასწაულებმა აფიქრებინეს, რომ რუსეთში ხალხს აფიქრებინა, რომ კვართი იყო მათთან, მაგრამ კვართი არის უკერველი. კვართი მოგზავნდა საქართველოში და კვართი დარჩება საქართველოში არ არჩევ. და ის არის სიმბოლო ერთობის, სიმბოლო ერთობის ღმერთთან, სიმბოლო ერთობის ადამიანთა შორის და სიმბოლო ერთობის საქართველოს. აი როგორი არის ის სიწმინდეები, რომელიც ბრძანდება საქართველოში. რაოდენ მდიდარია ჩვენი სამშობლო ამ სიწმინდეები. და ეს სიწმინდე ჩვენ გვეხმარება, გვიფარავს და გვაძლევს ძალას ცხოვრებისა. თვის მადლითა და წყალობით დღეს შესაძლებელია, რომ მივეახლოთ ამ სიწმინდეებს. ზუგდიდის მუზეუმში დაცული ღვთისმშობლის კვართი წლების მანძილზე, 10 წლეულების მანძილზე იყო მიუღწეველი მორწმუნე ადამიანებისთვის. ამის გარდა იქ სხვა სიწმინდეებიც არის. იქ არის წმინდა მარინეს კლავი, წმინდა ივლიდას წმინდა ნაწილები, არის სხვა სიწმინდეები. ჯერ ეს ყოველივე მუზეუმის კუთვნილებაა, მაგრამ წამს რომ ეს სიწმინდეები გახდებიან მისაღწევი ყველა მორწმუნე ადამიანისათვის, მისაღწევი თაყვანის საცემად და მის წინაშე სალოცავად. გილოცავ ამ დღეს ქრისტეს მიერ საყვარელო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დაიფაროს ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია. დღეს ჩვენ გადავიხადეთ პარაკლისი მშვიდობისათვის და ურთიერთსიყვარულისათვის. ჩვენ თხოვეთ ჩვენს ქალაქში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებს ამ პარაკლისზე დასწრება და
მე მადლობას მოვახსენებ მათ, რომ ისინი მოვიდნენ და ჩვენთან ერთად გაიზიარეს დღევანდელი დღესასწაული. ჩვენ ყველანი ვწუხართ ქრისტეს მიერ საყვარელად. სამწუხაროდ მოხდა რამოდენიმე დაპირისპირება, რომლის დროსაც ადამიანები დაშავდნენ. ჩვენ ვთვლით საქართველოს ეკლესია წმინდა სინოდი, რომ ყოვლა დაუშვებელი არის ურთიერთდაპირისპირება. მისმა უწმინდესობამ სვეტი ცხოველში ბრძანა, რომ არ შეიძლება ურთიერთშეურაცხყოფა, არ შეიძლება ურთიერთსიძულვილი. ყველა თავი უნდა შევიკავოთ ისეთი ნაბიჯებისგან, რომლის შემდგომ ერთმანეთისათვის შეხედვა შეგვწყვეტა. საქართველოს ისტორიაში ბევრია მაგალითი, როდესაც ჩვენი ურთიერთდაპირისპირებით უსაგებია მტერს და გამარჯვებული მხოლოდ საქართველოს მტერი დარჩენილა. მე-17 საუკუნეში საქართველოს სხვადასხვა კუთხე ერთმანეთს ებრძოდა. მე-17 საუკუნეში საქართველოს გამყრიანებისათვის ყველას მიაჩნდა ქართლს, კახეთს, სამცხეს, იმერეთს, სამეგრელოს, სადადიანოს, რომ ის არის ძალა, რომელიც საქართველოს გაამყრიანებს და შემდგომ შეძლებს ერთიანი ქვეყნის წარდგომას და აშენებას. ამან გაამძაფრა ურთიერთდაპირისპირება და დაყოფა ჩვენი ქვეყნისა. უკვე მე-18 საუკუნეში თავის სამშობლოდ ქართველი ქართლს მიიჩნევდა, გორული გორიას, მეგრელი სამეგრელოს. მესხი სამცხეს და ჯავახეთს. და იმდენად იყო დიდი დაპირისპირება, რომ როდესაც მეფე ერეკლეს შესთავაზეს ერთიანი სახელმწიფოს შექმნა და მისი წინამძღოლობა, მეფე ერეკლემ უარი თქვა, იმიტომ რომ ის შეშფოთდა და ამით უხედავდა შესაძლო შემდგომ დაპირისპირებას, რომელიც წარმოიქმნებოდა საქართველოში. და დაპირისპირება ძალზე დიდი იყო. სხვადასხვა ჯგუფები არსებობდა, სხვადასხვა პარტიები. დარეჯან დედოფლის, იულონ ბატონიშვილის, გიორგი ბატონიშვილის, იოანე ბატონიშვილის. იმდენად იყო გამწვავებული მდგომარეობა, რომ ასპინძის ომში გიორგი ბატონიშვილი არ მიეჩავიდა თავისი მამის დასახმარებლად.